გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში გილოცავთ მაისობას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. სასაუბრო თემა გვექნება ძალიან მძიმე და ვიღაცისთვის შეიძლება არასასიამოვნოც, მაგრამ სათქმელი უნდა იყოს. ჩვენს პოსტსაბჭოთა ხალხებსა და დასავლეთის ხალხებს შორის პრინციპული ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ ისინი მზად არიან მოკლან ნებისმიერი დაწყებული ამერიკელი ინდიელებიდან, გაგრძელებული აფრიკელებით, ინდუსებით, ჩინელებით და დამთავრებული უცხოპლანეტელებით, მხოლოდ იმისათვის, რომ სხვებზე კარგად იცხოვროთ. ჩვენ კი მზად ვართ სიცოცხლე შევწიროთ ჩვენი იდეისთვის, რათა შევძლოთ მისი რეალიზება და ჩვენი მომავალი თაობებისთვის დატოვება. ხომადული დასანახია ეს ფუნდამენტური და პრინციპული განსხვავება ჩვენს მენტალობაში. ისინი გაწირავენ ყველას თავისი კეთილდღეობისათვის და აიტყვიან არაფერი პირადი, ეს მხოლოდ ბიზნესია. ჩვენ კი გავწირავთ საკუთარ თავს და ცხოვრებას, რათა მოვახდინოთ ჩვენი ბიზნეს რეალიზება, იმიტომ რომ სიკეთე დაუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს. ეს პრინციპულია და ჩვენ შორის ეს განსხვავებული ფილოსოფია შეუცვლელი პარადიგმაა. ჯერ კიდევ სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, უკვე უამრავი სახეობის ექსპერტი, ათობით ევროპელი და ამერიკელი მცვერავი, სოციოლოგი, პოლიტიკოსი და მრავალი მიმართულების მრჩეველი ჩამოდიოდა საქართველოში, რაც ყველას ძალიან გვახარებდა, რომ ხომ ხედავთ თურმე რამდენი მეგობარი გყოლია, თურმე როგორ ვუყვარდათ, თანაც რამდენი სოდნიათო ჩვენს. ეს სიამაყით ვივსებდა გულსა და ვიქმნიდა კოსმიურ განწყობას. და ჩვენ უკვე კარგად და ნათლად ვხედავდით ჩვენს მომავალს, აი ასეთი განწყობით. და თან ერთმანეთს ვეუბნებოდით, არიქა, ეს მომენტი არ გაუშვათ ხელიდან, რადგან შანსი გვაქვს მათი ნაწილი გავხდეთ. და ვინ ჩაუდო ჩვენს ხალხს თავში ეს იდეა, დღემდე უცნობია. ვიღაცა მიხუმრა, რაც სულხან საბამ ვერ შეძლო და დანებდაო, ჩვენ დავძლებთ და ევროპელები გავხდებით. ამ შეცდომაში იმალებოდა ის მცდარი პარადიგმა, რომელიც ვიღაცამ ჩანერგა ჩვენში, ჩვენს ხალხში. თანაც ვამბობდით, ჩვენ მოუნუსხავთ მათ ჩვენი განსაკუთრებულობით და ეს აბსოლუტურად სერიოზული მიდგომა იყო. დიახ, მოუნუსხეთ. ამიტომ მხოლოდ საზარბაზნე ხორცად განგვიხილავდნენ ჯერ კიდევ 1988 წლიდან, როდესაც პირველი კონფლიქტი გაგვიჩალიჩეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. დიახ, გამგებმა გაიგო. მაშინ რამდენიმე ადამიანის გარდა არავის უფიქრია და გაუაზრებია რა მიზანი ამოძრავებდა მათ. მხოლოდ მოგვიანებით გახდა გასაგები ისიც სულ რამდენიმე ადამიანისთვის, რომ მათი მიზანი მოსახლეობის მოხსნევა იყო საკუთარი სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. დიახ, ეს გვაჩვენა მომდევნო წლებმა, რომ ნამდვილად ასე იყო. და ადვილად არწმუნებდნენ მოქალაქეებს იმაში, რომ საკუთარი ხელისუფლებაც კი დაემხოთ. უკვე ყველაფერი ეხდებოდა ამისთვის. უცხოელ მრჩეველებს მალევე გაუმართლათ, რადგან ძალიან დამხოლები აღმოჩნდათ. და ამაში დიდი როლი ძველმა საბჭოთა აგენტურამ ითამაშა, რომელიც ახალმა პატრონებმა გადაიბარეს და გადაიპირეს. მე ამაზე სხვა დროსაც მისაუბრებ. ამას თანსდებდა ეკონომიკური მოხრჩება, აზრის მიწოდება და ხელის წაკვაც საკუთარი ინფრასტრუქტურის დასანგრევად, დაშლა განადგურებისთვის, დეფიციტის ხელოვნურად შესაქმნელად, შიმშილის, შიშისა და უკმაყოფილების გამოწვევის მიზნით. უკმაყოფილო მოსახლეობის პირობებში ხელისუფლება მოწყვლადი და ადვილად სამართავია. ამასთან საინტერესო ის არის, რომ ახლა ამერიკული დაზვერვა ირანში იყენებს თავის აგენტურას სწორედ ამ მიზნით. ერთი-ერთშია. ეს იმას ამტკიცებს, რომ დასავლეთისთვის ყველა დროს თავარი ლოგიკა ეს ფარული ომია, რომ ხელთეპყრად მართვის სადავეები და ცდილობენ ეს არასოდეს გაუშვან ხელიდან, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს. და რომ საზოგადოებას არ მიეცეს იმისი გააზრების და გაგების უნარი, თუ ჯერ კიდევ მაშინ 35 წლის წინ როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე, იქამდე სადამდეც მივედით. და დღეს კი იმისი აღიარება, რომ ჩვენ დღეს
ჰაერში გამოკიდებული ქვეყანა და ხალხი ვართ. და სანამ ამას ბოლომდე არ გავიაზრებთ, მანამდე ვერ დავცლებთ ვერც შიდა, ვერც გარედან მოხდეულ პრობლემებს და მუდმივად კრიზისში ვიქნებით ჩაფლული, რომელსაც, როგორც ვხედავთ, თვითონვე შევუწყოთ ხელი. და ახლაც ვუწყობთ ხელს, რომ ეს პროცესი მუდმივად მათი კონტროლისა და მართვის ქვეშ იყოს. მთელი ქვეყანა საკადრო საკითხებზე საუბრობს, კვერცხისა და საწვავის ფასზე, მაგრამ არავის აინტერესებს თუ რატომ ვართ ასეთი ჩავარდნილი და პრაქტიკულად უპერსპექტივო ქვეყანა. შეიძლება ძალიან ბევრისთვის გულსათკენ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს რეალობაა. თუ არ თქვით, თუ შენ დამალე და შენც დამალე და მანაც დამალა, ესე იგი გამოდის რომ ვატყუებთ ერთმანეთს და ამ ტყუილში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. და ჩემი მიზანიც ის არის, რომ სწორედ ვისაუბროთ იმაზე, რაც გვტკივა და რაც ვიშლის ხელს რეალურად შევცვალოთ ვითარება ქვეყანაში და სწორ გზას დავადგეთ. ეს არის მთავარი. ამიტომ თუ ერთმანეთს მხოლოდ მოთაფლულიანით ველაპარაკეთ და იმ პრობლემებს არ შევეხებით, რომელშიც ჩადებულია სწორედ ის გადაულახავი ჯერჯერობით პრობლემები, რომელიც გვბოჭავს სულ ყველას, მანამდე ვიქნებით ამ მდგომარეობაში. ამიტომ არ მოვერიდოთ ამაზე საუბარს. გავუზიაროთ ერთმანეთს, რასაც ვფიქრობთ. ხშირად მომისმენია სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ ჩვენ დაშლისა და გაცამტვერების გზას ვადგავართ, რაშიც მე სრულიად ვეთანხმები. აი ახლაც კი ბევრი რამ გაურკვეველი რჩება, რაც შეეხება ჩვენ სახელმწიფო მოწყობილ მართვის კონსტიტუციურ ჩარჩოებში შემოbrunებას და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაცლევის გზას. მცირეოდენ გადახვევას გავაკეთებ ისტორიული კონტექსტისთვის. ამჟამად პლანეტაზე დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ადამიანების უმრავლესობა ამას დიდ მიღწევად მიიჩნევს. ტექნოლოგიურმა პროგრესმა, მედიცინამ, სოფლის მეურნეობამ კაცობრიობას საშუალება მისცა 8 მილიარდამდე გაზრდილიყო. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს. თითქოს ეს კაცობრიობის ცივილიზაციის გამარჯვებაა, რაც მართალია გარკვეულწილად, მაგრამ სინამდვილეში ამ რიცხვის მიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოხდა. თანამედროვე სასუქების, ინტენსიური სოფლის მეურნეობისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების გარეშე დედამიწას მაქსიმუმ 1 ან 2 მილიარდი მაცხოვრებელი ეყოლებოდა და 1 ან 2 მილიარდი ადამიანის შენახვა შეეძლო. ამიტომ 8 მილიარდი ხელოვნურად შექმნილი რაოდენობაა და შენარჩუნებული ციფრია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მყიფეც. ჩვენ ამაზეც გვისაუბრია წინა გადაცემებში. თუ როგორ ებრძვიან ადამიანების გამრავლებას, ომებით, ეპიდემიებით და საკვებით, რითაც ცდილობენ მოსახლეობის განახევრებას და შემდეგ კიდევ უფრო შემცირებას. შეიძლება იმ დონემდე მიყვანას, საიდანაც სასტარტო პოზიცია ჰქონდა 2 მილიარდი ადამიანიდან. ანუ დაიყვანა მსოფლიო მოსახლეობა 2 მილიარდამდე. მაგრამ სვამ კითხვას, რამ აიძულა კაცობრიობა ასე სწრაფად გაზრდილიყო? ან რამ შეუწყო ხელი? მეცნიერები სამართლიანად ამბობენ, რომ ეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გარღვევის, წრიული რევოლუციების და პროგრესის შედეგია, რაც მართალია, მაგრამ ეს სრული სიმართლე არ არის. ამ შემთხვევაში ნამდვილი მიზეზი მარტო მეცნიერება კი არა, აქ სწორედ პოლიტიკა ითამაშა დიდი და მნიშვნელოვანი როლი. და ეს პირდაპირ კავშირშია ეროვნული სახელმწიფოს დაბადებასთან. ხომ გესმით, სწორედ ეროვნული სახელმწიფოს დაბადებასთან. მანამდე ამის შანსი კაცობრიობას არ ჰქონდა. იმას, რასაც დღეს ბუნებრივად აღვიქვამთ, 300 წლის წინ არც კი არსებობდა. ეს თავისთავად საინტერესო ისტორიაა, რომელიც სათავეს იღებს საფრანგეთის რევოლუციიდან. ეროვნული სახელმწიფოს იდეის მთავარი არქიტექტორი იყო ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო. ის არ იყო ფრანგი, ის იყო შვეიცარიელი, რომელიც დაიბადა ჟენევაში, გრან რუ 40 ნომერში. ეს არის ჟენევის ისტორიული ცენტრი. მე ნამყოფი ვარ მის მუზეუმში და თქვენს გირჩევთ, თუ ჟენევაში აღმოჩნდებით, აუცილებლად შეიაროთ ამ მუზეუმში. სრულად სხვა განწყობას შეგიქმნით და შესაძლოა ძალიან კარგი აზრებიც გაგიჩინოთ მსოფლიო მოწყობის შესახებ.
ის დაიბადა 1712 წელს და გარდაიცვალა 1778 წელს და ზუსტად 66 წელი და 4 დღე იცოცხლა. მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ მისმა იდეებმა შექმნა საფრანგეთის რევოლუციის საფუძველი და მისი მეშვეობით შეიქმნა თანამედროვე სამყაროს საყრდენიც, თანაც ყველა მიმართულებით. სწორედ ჟან-ჟაკ რუსომ შემოგთავაზა სოციალური კონტრაქტის თეორია. მანამდე მსოფლიოში ასეთი რამ არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ აზრათაც კი არავის მოსვლია. ჟან-ჟაკ რუსო იყო პირველი, ვინც თქვა, ჩვენ თავისუფლები ვიბადებით. ღმერთმა მოგცა თავისუფლება. მას რატომ ვეთანხმებით თავისუფლების დათმობას და საზოგადოებისადმი მორჩილებას? რა აზრი აქვს? და მან თვითონ უპასუხა საკუთარ კითხვას. მანამდე ყველაფერი ტრადიციული ფორმით ხდებოდა. ადამიანის დაბადებიდან ოჯახში, თემში, კლასში თუ სოციუმში და აკეთებდა იმას, რასაც მისგან ტრადიცია მოელოდა. მეფე მართავდა ღვთიური უფლებით, გლეხი ხნავდა მიწას, დიდგვაროვანი იბრძოდა, მაგრამ არავის უკითხავს, რატო? სწორედ ამიტომაც მისი იდეა ემსახურებოდა ადამიანის საზოგადოებაში შესვლას და არა თავისუფლების დაკარგვას. პირიქით, საზოგადოებაში შესვლას თავისუფლების კიდევ უფრო გასაზრდელად. დღეს ჩვენ ყველა ერთად ვქმნით იმას, რასაც ჟან-ჟაკ რუსო საყოველთაო ნებას უწოდებდა. არსებითად ეს არის დემოკრატია. ჩვენ ხმას ვაძლევთ და უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ ჟან-ჟაკ რუსო თვლიდა, რომ მარტივი ხმის მიცემა ეს სუსტი ფორმაა. საუკეთესო ფორმა არის ის, რასაც ის საყოველთაო ნებას უწოდებდა. არა ის, რაც ახლა უმრავლესობას სურს, არამედ ის, რაც სწორი იქნებოდა. თუ ყველანი უმაღლესი მიღწევებისკენ მივდივართ და მივისწრაფით, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ დემოკრატია. ეს არის იდეალური საზოგადოება, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი. მისი უდიდებულესობა ადამიანი. ამ აზრში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს იდეა აბსოლუტურად რევოლუციური იყო. მოусმინეთ, თუ ინდივიდი სუვერენულია, მაშინ მეფე არ არის სუვერენული. თუ ხალხი უზენაესი ხელისუფლებაა, მაშინ მონარქს უფლებები არ აქვს. დიახ, სწორედ ასე განმარტა მან, რომ ხალხი არის უზენაესი ხელისუფლება და ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ყველაზე რევოლუციური აზრი იმ ეპოქაში, რომელიც ჩვენმა ხალხმა სამწუხაროდ დაივიწყა. ან უпроსტოდ დაავიწყეს, რადგან ყოველდღე უჩიჩინებდნენ, არა კაცო, ჩვენ მაინც არავინ არაფერს არ გვაკითხებს და თავს მოიტყუებო. აი ასე დათესეს ნიჰილიზმი საზოგადოებაში. ამიტომ ამ ცირკის ჯამბაზმა პოლიტიკოსებმა წინ დაუკან ატრიალეს ქვეყანა და წაახდინეს კიდეც. ხოდა როდესაც ფრანგმა რევოლუციონერებმა ეს იდეა აიტაცეს და სერიოზულად მიუდგნენ, მათ თავი მოკვეთეს მეფეს. დიახ, თქვენ ის გახსოვთ ისტორიიდან ძალიან კარგად. მათ თავი მოკვეთეს მეფეს პირდაპირი მნიშვნელობით. მინდა გაგახსენოთ, რომ 1793 წლის 21 იანვარს ფრანგმა რევოლუციონერებმა მეფე ლუი მე-16 გელიოტინით სიკვდილით დასაჯეს. ანუ თავი მოკვეთეს. მინდა გავერკვეთ, რატომ იმოქმედა ჟან-ჟაკ რუსოს იდეებმა არა მხოლოდ ფილოსოფიურად, არამედ პრაქტიკულადაც. ეს ხომ საინტერესოა. თქვენ კარგად გახსოვთ ისტორიიდან, რომ როდესაც საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო, ყველა ევროპული მონარქია გამოვიდა მის წინააღმდეგ, რაც გასაკვირი არ იყო. ინგლისი, ავსტრია, პრუსია, რუსეთი და ასე შემდეგ. სულ ყველა მონარქია წინააღმდეგ იყო, რა თქმა უნდა. ყველამ დაინახა და გაიგო ის საფრთხე, რომ თუ ეს იდეა გაძლიერდებოდა, რომ სწორედ ხალხია სუვერენი, მათი სამეფო გვირგვინები მათ თავებთან ერთად გარანტირებულად ძირს დაიყრებოდა. ამიტომ მათ ევროპის საუკეთესო ჯარისკაცები და გამოცდილი ოფიცრები საფრანგეთში გაგზავნეს მონარქიის დასახმარებლად. და რა მოხდა მანამდე?
ის მოხდა, რომ საფრანგეთში ჯარი გადავიდა ხალხის მხარეს, რაც გარდაუვალი მომენტია უმეტეს შემთხვევაში. როდესაც რევოლუციები ხდება, ჯარი ჯერ ინერციით მოქმედებს, შემდეგ კი თავის სოციალურ ფენას უერთდება. დიახ, ასე ხდებოდა მაშინ, ასე მოხდა მე-20 საუკუნეშიც და ასე იქნება ახლაც. დიახ, ასე იქნება ახლაც. ამიტომაც გაგზავნეს მაშინ ევროპულმა მონარქებმა თავისი ჯარისკაცები საფრანგეთში, რომ ეშინოდათ ეს ვირუსი მათ არმიას არ გადასდებოდა, რასაც რა თქმა უნდა პრევენცია სჭირდებოდა. ამიტომაც ერჩივნათ ჯარი შორს ყოლოდათ ვიდრე სახში, რომ ვინმე ეს იდეა არ აეტაცა. შემდეგ კი უცნაური რა მოხდა. ეს პროფესიონალური არმიები რამდენჯერმე დამარცხდნენ და ვისთან ბრძოლაში, ვის წინაშე? დიახ, საფრანგეთის მოქალაქეების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც სულ რაღაც გუშინ იყვნენ გლეხები, ხელოსნები, მუშები, ზარეულები, მეწაღეები და ქალაქის სხვა მაცხოვრებლები. არანაირი სამხედრო მომზადება და გამოცდილება მათ არ გააჩნდათ. მაგრამ რატომ მოხდა რეგულარული ჯარის უკან დახევა? ან საერთოდ ჩაბარება? ალბათ იმიტომ, რომ მე-18 საუკუნის პროფესიონალი ჯარისკაცები არსებითად დაქირავებულები იყვნენ. მათ, რა თქმა უნდა, ანაზღაურებას უხდიდნენ. მათი საქმე იყო დაშინება, ძალის დემონსტრირება, ტერიტორიების დაკავება, მაგრამ არა ხალხის დახოცვა. მათთვის ეს არ უსწავლებიათ. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ არავინ მიდის სამსახურში სიკვდილისთვის. მსახურებისთვის მიდიან მხოლოდ ფულის გამო. აქ ახალი არაფერია, მაგრამ აი საფრანგეთის მოქალაქეები კი იღუპებოდნენ. ისინი ქვემეხებს წინ უდგებოდნენ და შეტევაზეც გადადიოდნენ. ისინი თავს ეწყობდნენ კავალერიას და ხვიროდნენ თავისუფლება ან სიკვდილი და ისინი არ ხუმრობდნენ, რადგან მათთვის ახალი იდეა უფრო ღირებული იყო, ვიდრე თავად სიცოცხლე. ანუ თავისუფლება მოდის მათთვის, ვინც იცის, რომ სიცოცხლე უნდა გასციროს თავისუფლებისთვის. და სწორედ მათ ვერავინ ვერ ეხება, ვინც ასე ფიქრობს. და იციან, რომ მას შეუძლია საკუთარი სიცოცხლით და მოწინააღმდეგის სიცოცხლით დაიცვას საკუთარი უფლებები და საკუთარი თავისუფლება. ასეთ ადამიანებს ვერავინ შეედება. ეს უკვე მაშინ გახდა გასაგები მთელი ევროპისთვის. რეალურად სპარტაკის შემდეგ სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი და მისცეს მაგალითი განმათავისუფლებელ მოძრაობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას. გაგახსენებთ ჟან-ჟაკ რუსოს ციტატას: თავისუფლებაზე უარის თქმა ნიშნავს საკუთარი ადამიანობის უარყოფას. თუ თავისუფლება არ მაქვს, აღარ ვარ ადამიანი. უმჯობესია კაცად მოვკვდე, ვიდრე მონად ვიცხოვრო. როგორ ფიქრობთ, დღეს ეს აქტუალური ლოზუნგია საქართველოში? დამიწერეთ გეთახვა კომენტარებში. მხოლოდ იმ განწყობით არა, როგორც ერთმა დაქირავებულმა ბოტმა გააკეთა, რომ თურმე ჩემი აზრის გამოთქმისთვის დასაფხრეთ უყოფილ ვარ. დიახ, ანუ სწორედ ის გაახმოვანა, რაც მის პატრონებს და ოლიგარქიას სურს. აგერ დადგმით ამ კომენტარით და შეხედეთ. რეალობა ყავს ბოტების დიდი არმია, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერენ, ყველაფრის მკადრებლები არიან და ისინი არც საკუთარ ქვეყანას და არც საკუთარ ოჯახს და ახლობლებს დაინდობენ. აი ეს ხალხია. ოღონდ ვინმე შეაქოს, ოღონდ ვინმე ორი ლარი მისცეს დამატებით და ან შეიძლება ადამიანად ჩათვალო. ეს უკვე მისთვის დიდი წარმატება იქნება. ამიტომ ყველაფერს იკადრებენ. კარგად იხოცეთ. ხო და რომ დაუბრუნდეთ ისევ ჟან-ჟაკ რუსოს, სწორედ ამ მოწოდების და ჟან-ჟაკ რუსოს ციტატას თავისუფლებაზე უარის თქმა ნიშნავს საკუთარი ადამიანობის უარყოფას. თუ თავისუფლება არ მაქვს, აღარ ვარ ადამიანი. უმჯობესია კაცად მოვკვდე, ვიდრე მონად ვიცხოვრო. სწორედ ამ მოწოდების მიხედვით მოხდა ყველაფერი. არმია, რომელიც მზადა იდეისთვის მოკვდეს, ყოველთვის ამარცხებს იმ არმიას, რომელსაც მხოლოდ ხელფასი სურს. ეს არის ბუნების კანონი, რომელიც აისახება ყველა საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ გახდა იმ დროს საფრანგეთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა ევროპაში.
მათი ჯარისკაცები ახალი იდეის ფანატიკოსები გახდნენ და ასეთები ბევრი იყო. რადგან ჟან-ჟაკ რუსომ თავის იდეაში, თავის თეორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ჩაწერა. ჯანსაღის სახელმწიფოს ნიშანი მოსახლეობის ზრდაა. რაც მეტი მოქალაქეა, მით უფრო ძლიერია საზოგადოება. რაც მეტი მოქალაქეა, მით მეტი ჯარისკაცია. დიახ, ჟან-ჟაკ რუსოს ნაწყვეტს წაგიკითხეთ. ის წერს: მუდმივად გაოცებული ვარ, რომ კარგი მმართველობის ასეთი მარტივი ნიშანი არ არის აღიარებული. ანუ ის პოსტულატი, რომ რაც მეტი მოქალაქეა, მით უფრო ძლიერია საზოგადოება, რაც მეტი მოქალაქეა, მით მეტი ჯარისკაცია. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. და მე ვპასუხობ მას, რა თქმა უნდა, მისია ჟან-ჟაკ. ეს იმიტომ, რომ ამას დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება. მაგრამ თანამედროვე პოლიტიკოსების უმრავლესობას სხვა მიზნები ამოწრავებთ, როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან ხოლმე. შენ რომ გენახა, რამდენი მოიპარეს ხელისუფლების მესვეურება, ძალიან მოკლე დროში. შენ თვითონ მოუწოდებდი ქართულ ხალხს გელიოტინები დადგან ქალაქის ცენტრში. დიახ, წარმოუდგენელი სითავხედე ჩაიდინეს. მაგრამ ყველას ხახუვით შერჩა. რამდენიმე კინკილა კაცი გაუშვეს ციხეში, მაგრამ ეს სულაც არ არის რეალური გარდაქმნის და ცვლილების მაჩვენებელი. ეს მხოლოდ კარგად შეფუთული გამართლებაა იმ პროცესის, რაც მოხდა, ხდება და ალბათ კიდევ გააგრძელებენ ამას. დიახ, ასეა, მაგრამ ახლა იმდენად ჩასვლილია ქართველი ხალხი, რომ ამაზე მეტიც რომ აკადრონ, პასუხის გამცემი არავინაა. ეს სამწუხარო რეალობაა. ამიტომ უშვებიან ასეთ საზოგადოებას იმას, რასაც იმსახურებენ და მმართველმა ჩათვალა, რომ ამას იმსახურებენ. დავუბრუნდები შენს თეზისებს, ბატონო ჟან-ჟაკ. რა არის ან რა უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური საზოგადოების მიზანი? რა თქმა უნდა, მისი წევრების შენარჩუნება და კეთილდღეობა. რა არის ამ კეთილდღეობის ყველაზე საიმედო ნიშანი? საკუთარი ერისა და მოსახლეობის ზრდა. ეს არის მთავარი მაჩვენებელი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს საზოგადოება და ყველა გონიერი ხელისუფლება, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ის არის ეროვნული ხელისუფლება და არა დამპყრობელი. დიახ, და არა დამპყრობელი. დიახ, ის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს საკუთარი ერის და მოსახლეობის შემცირებას, ის ხელისუფლება არის მოღალატე ან პირდაპირ სხვისი ხელდასმული აგენტი. ამიტომ ასეთი ან უნდა გაუშვა ხელისუფლებიდან, ან უნდა გაანადგურა, რომ მისი მემკვიდრე კი არა, ყალიც კი არ დარჩეს მისგან. ეს არის რეალური საზოგადოების მიდგომა, საკუთარ საზოგადოებაზე და ქვეყანაზე მზრუნველი მოქალაქის პოზიცია. ყველა სხვა შემთხვევაში და თანაბარ პირობებში საუკეთესო მთავრობა ის არის, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე სწრაფი ზრდა აქვს. მოსახლეობა როგორც სახელმწიფოს წარმატების მეტრიკაა, არა თავისუფლება, არა კეთილდღეობა, არა კულტურა, არამედ მოსახლეობა, რომლის ზრდაც ჰარმონიაშია ყველა ეროვნულ მაჩვენებელთან. და აქ საუბარია საკუთარ ერზე და მოსახლეობაზე და არა შემოთესლებულების ხარჯზე ბალანსის შენარჩუნებაზე. დიახ, მხოლოდ საკუთარ მოსახლეობაზე და მის ზრდაზეა ორიენტირებული ეს მაჩვენებელი. თუმცა რა გასაკვირია, როცა თვითონ შემოთესლებული პოზიციებს იმყარებს თავისი მსგავსების შემოყვანით. სწორედ ასეა. ამიტომ არაერთხელ მithქვამს, უნდა ყველა შევამოწმოთ და მათი დნმ ვინ არიან, საიდან მოდიან და რა მიზნებს ემსახურებიან. და რა მიზნებსაც ემსახურებიან, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო 10 წლეულის მანძილზე. გაიმახსოვრეთ ეს. იმედი მაქვს, სულ მალე თვითონ მივხვდებით, თუ რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ პოსტრევოლუციურმა საფრანგეთმა უზარმაზარი იმპერია შექმნა. ნაპოლეონმა ეს იდეები მთელ ევროპაში გაავრცელა. შემდეგ კი დამარცხებულმა გერმანელებმა, ავსტრიელებმა და იტალიელებმა ერთი რამ გააცნობიერეს. საფრანგეთის შესაჩერებლად მათ უნდა შეექმნათ საკუთარი იდეა და ემოქმედათ ეროვნული სახელმწიფოს შესაქმნელად.
დიახ, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთი მათ უბრალოდ შთანთქავდა. ამაზე გარკვევით კიდევ რა შეიძლება ითქვას. დიახ, მათ ფრანგები შთანთქავდნენ, რომ არა. რატომ? იმიტომ რომ ყველა იმპერია მგელია და ჭამს არა მგლებს, არამედ მსხვერპლს. პირველ რიგში ყველაზე სუსტს ფარაში. თუმცა სოციალური კონტრაქტის იდეა დანარჩენ ევროპელებს არ მოეწონათ. ეს ფრანგული იდეა იყო მათთვის და მისი მიღება დამარცხების აღიარებას ნიშნავდა. ამიტომ მათ სხვა იდეა მოიფიქრეს. ამ სხვა იდეის მთავარი არქიტექტორი იყო ფილოსოფოსი გოტლიბ ფიხტე, რომელიც გერმანული ნაციონალიზმის მამად ითვლება. მან თქვა, სუვერენი არ არის სოციალური კონტრაქტი. სუვერენი არის მხოლოდ ერი. დიახ, და რა არის ერი? ეს არის ენა, ეს არის კულტურა, ეს არის რასა, ეს არის სისხლი. და დაფიქრდით, როდესაც ჩვენ ვქადაგებთ ენა, მამული სარწმუნოება, ჩვენ გამოგვრჩა მოდგმა და თუ გნებავთ ჯიში, რომელსაც ხალხში ხშირად ხმარობენ, ჯიში და ჯილაკი. ეს შემთხვევითი არ არის. ანუ ის, რაც ჩვენთვის არის ოფიციალური პარადიგმა, ენა, მამული სარწმუნოება, ხალხი თავისგან ამატებს იმას, რაც არ ყოფნის. ეს საფიქრალია და მისაღწევია. უნდა ითქვას, რომ ის ეპოქა იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის ისტორიაში. ფრანგები ამბობენ, ჩვენ ვართ ერი, რადგან თავისუფლები ვართ. გერმანელები ამბობენ, ჩვენ ვართ ერი, რადგან ერთი ენა, ერთი სისხლი, ერთი ისტორია გვაქვს. ეს ორი იდეა, რომელიც ჩამოყალიბდა და მომძლავრდა მე-19 საუკუნეში, მთელი მე-20 საუკუნე მოიცოდა განსაზღვრა მისი ბედი. დიახ, სწორედ ასე იყო. იმის და მიუხედავად, რომ ამდენი ომი იყო მე-20 საუკუნეში, მათ თავისი იდენტობა შეინარჩუნეს. იმის და მიუხედავად, რომ დაპყრობილებიც იყვნენ, მათ თავისი იდენტობა შეინარჩუნეს. თავისი ეროვნული ერთობა შეინარჩუნეს. ეს ყველაზე ძვირფასი მომენტია, რასაც მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. პრუსიის კანცლერმა ბისმარკმა ეს იდეა აიღო და მისგან შექმნა გერმანიის იმპერია. ცნობილი სიტყვა რკინისა და სისხლის შესახებ. მოკლედ მოვიყვან ციტატას, რადგან ის მნიშვნელოვანია. ბისმარკმა თქვა, დროის და დროების დიდი საკითხები არ წყდება გამოსვლებით, ან უმრავლესობის ხმებით. ეს იყო 1848 და 49 წლების დიდი შეცდომა. ყველაფერი წყდება არა პარლამენტით, არა დისკუსიით, არა კენჭისყრით, არამედ რკინითა და სისხლით. ანუ მხოლოდ ომით, მხოლოდ ძალადობით, მხოლოდ მსხვერპლით. ასე იქმნება დიდი ერი. და იცით რა არის აქ ყველაზე საინტერესო? ბისმარკი ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო. მას ესმოდა კიდევ ერთი რამ, რაც ხშირად უგულებელ ყოფილია. თუ ერს ომის იდეაზე აშენებ, შენი ერი უნდა იყოს ომის წარმოების უნარიანი. ამისთვის კი საჭიროა არა მხოლოდ ჯარისკაცები. სწორედ მაშინ გჭირდება მუშები, ინჟინრები, ფერმერები, ექიმები, მასწავლებლები და ყველა მათგანი მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან, ჯანმრთელი, კარგად გამოყვებილი, განათლებული, ერთგული. დიახ, ერთგული. და რა აყალიბებს ამ ერთგულებას ერში? დიახ, ხელისუფლების მხრიდან მშობლიური მიდგომა, შენი მოქალაქის სიყვარული და პატივისცემა, მასზე დაუღალავად ზრუნვა და მისი გაფრთხილება. მხარდაჭერილი უნდა იყოს სახელმწიფოსგან. დიახ, არა მიტოვებული, როგორც დღეს, სულ პროფესია. მიტოვებული, დაჩაგრული და დაბეჭავებული. შენ მოქალაქეს დაპირება და ძიძა არ სჭირდება. შენ მოქალაქეს ყურადღება და პატივისცემა სჭირდება. მით უმეტეს არ სჭირდება დედინაცვალი. დიახ, ხელისუფლების მხრიდან დედინაცვლისა და დაქირავებული ძიძის როლი უნდა გავაუქმოთ და წავშალოთ, თორემ დაიღუპება ერიც და ბერიც. აი ეს არის რეალობა. მათზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო. ეს არის ჩადებული იმ მოწოდებაში, რომელიც გააკეთა იმ გენიალურმა კაცმა იმ დროს. სწორედ ეს აკლია საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების მხრიდან მშობლიური დამოკიდებულება. დიახ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ როდის უზრუნია ხელისუფალს საქართველოს მოქალაქეზე? რა უნახავს მოქალაქეს ხელისუფლებისგან დამცირების, დაჩაგვრისა და მოტყუების გარდა? ეს ამდენი მუცელა მოყორილი პოლიტიკოსისა და მოხელე ჩინოვნიკისგან მიღებული შეურაცხყოფის გარდა? არაფერი. დიახ, არაფერი. შეურაცხყოფის გარდა. ეს რეალობაა. ამიტომ ბისმარკმა მთელი თავისი სიმკაცრით თავისი დროისთვის წარმოუდგენლად პროგრესული რეფორმები გაატარა. ჯანმრთელობის დაზღვევა, ხანდაზმულთა პენსიები, მუშების დაცვა, ბავშვების დაცვა. და ეს იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, მე-19 საუკუნეში, როდესაც ევროპის დანარჩენ ქვეყნებში მუშები ღარიბულ და ბინძურ უბნებში იღუპებოდნენ, შიმშილითა და ავადმყოფობით იღუპებოდნენ. რატომ განახორციელა მან ასეთი ღრმა შინაარსის რეფორმა? არა ქველმოქმედების, არა ვინმეს მიმბაძველობისა, არამედ სამხედრო ლოგიკის გამო. იმისათვის, რომ ჯანსაღი ერი ყოფილიყო. ჯანსაღი ერი ეს უდრის ძლიერ არმიას. კარგად გამოკვებილი ბავშვები უდრის მომავალ ძლიერ ჯარისკაცებს. განათლებული ხალხი ჭკვიან ინდუსტრიას. გახსოვდეთ ეს ჩემო კარგებო, მუშებოდა გლეხებო, მასწავლებლებოდა ექიმებო, ინჟინერებოდა აგრონომებო, ვაჭრებსა და ბანკირებს ეს არ ეხებათ. მათ არ აქვთ ეს თვითშექმნება, მათ არ გააჩნიათ ეს პატრიოტიზმი. ამიტომ ისინი თუ რამეს გპირდებიან და იკეთებენ, კარგად დაფიქრდით, რას გამოგტყუებენ და რისი დათმობა მოგიწევთ. დანარჩენს თვითონაც მიხვდებით და ისინი, ვინც მაინც ვერ მიხვდება, რას ვამბობ, მაშინ რას მისმით? წადით და მტკვარზე, რიონზე ან არაგვზე ითევზავეთ, იქნებ რაიმე დაიჭიროთ. და თუ არ დაიჭირეთ, რასაც ელოდეთ, ესეც თქვენ თავს დააბრალეთ. იმიტომ რომ არც ამაში უქნიხართ ღმერთს. დიახ, უქნა რა კაცი, ყველაფერში უქნა რა. ეს მე არ მომიგონია. წაიგითხეთ ჩვენი კლასიკოსები. გეტყვით, რომ თანამედროვე სოციალური სახელმწიფო ეროვნული სახელმწიფოს სამხედრო ლოგიკის თამდევი პროდუქტია. ის რომანტიზმისგან კი არა, სწორი გათვლიდან გაჩნდა. დიახ, სწორმა გათვლამ წარმოშვა ასეთი მიდგომა. თქვენ წარმოიდგინეთ, მუსოლინიმ ეს ლოგიკა თითქოს მის ლოგიკურ დასრულებამდე მიიღო, მაგრამ ჰიპერტროფირებული სახით. მან სათავისოდ მოირგო ეს ლოგიკა და ამით ბევრი დაუშავა იტალიას. როდესაც მან პირდაპირ თქვა, სახელმწიფოს მნიშვნელობა ომია, მხოლოდ ომში პოულობს ერი საკუთარ თავს. მხოლოდ თავგანწირვით ხდება ხალხი დიდი. ომი ლამაზია, ომი სიცოცხლის აზრია, ომი ბედისწერა. დიახ, ამას ამბობდა და ეს ომი სწორედ მისი ბედისწერაც გახდა. მაგრამ მუსოლინის მოსვლას ხელისუფლებაში წინ უსწრებდა ხელისუფლების მრავალწლიანი კრიზისი. მუსოლინი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა ხელისუფლებაში, თანაც პირდაპირ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომ 1914 წლიდან 1922 წლამდე იტალიაში 8 წლის მანძილზე 7 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. იტალიის სრული დეგრადირება ხდებოდა. ამიტომ იტალიის საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ქვეყანა სასწრაფოდ იყო გადასარჩენი და ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ვაის გაეყარა იტალიელი ხალხი, იტალიერი ერი და უის შეეყარა. როდესაც მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოიყვანა ქვეყნის სათავეში. და ეს პარალელი შეიძლება გავაკეთოთ, რომ სააკაშვილის გადამკიდე საქართველომაც დაუშვა შეცდომა, როდესაც ამერიკელების მომზადებული კანდიდატურა მიიღო ივანიშვილის სახით. მე მოვიყვან მუსოლინის ციტატას. ჩვენ შევქმნით ჩვენი მითი. მითი არის რწმენა და ვნება. ის სულაც არ უნდა იყოს რეალობა. ის რეალურია იმ გაგებით, რომ ის არის სტიმული, იმედი, რწმენა, გამბედაობა. ჩვენი მითი არის ერი, ჩვენი მითი არის ერის სიდიადი და ამ მითს ვუქვემდებარებთ ყველაფერს. ეს არის ეროვნული სახელმწიფოს იდეის მწვერვალი, როდესაც სახელმწიფო ხდება არა ადამიანების სიცოცხლის საშუალება, არამედ დამოუკიდებელი ღირებულება, რომლისთვისაც ადამიანები უნდა დაიხოცონ. ხომ გესმით?
სახელმწიფო ხდება დამოუკიდებელი ღირებულება. ეს იყო სახელმწიფოსადმი სრულიად ახალი დამოკიდებულება, სადაც ადამიანის როლი არარაობად აქციეს. წაიგითხეთ ჩემი ახალი რომანი მარადისობის და ის, რომელიც შარშან გამოიცა, რომელშიც მრავალ საინტერესოს ნახავთ და წაიგითხავთ, მათ შორის იტალიაზე. და დაუბრუნდები მუსოლინის და გეტყვით, რომ სწორედ ამ გამოგდებულმა იდეამ მიიყვანა ის საბოლოო კატასტროფამდე. ის ამბობდა, ჩვენიანების მიერ კანონის დარღვევა გადაცდომა დანარჩენებისა დანაშაული. ჩვენებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი და თანაც კაცრი კანონი. მას უნდოდა შვილის დატოვება თავის მაგივრად. ჯერ თავისი სიძე შემოიყვანა პოლიტიკაში, ჯან გალიაცო ჩიანი და საგარეო საქმეთა მინისტრიც გახდა. ამ წიგნში, რომელიც გაჩვენეთ, ამაზეც წერია, რომელმაც როგორც მუსოლინიმ ჩათვალა, მას უღალატა და მერე მისი ლიკვიდაციის ბრძანებაც გასცა. ანუ მისი სამი შვილიშვილის მამაზე მან ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. მუსოლინიმ ბრიტანელების დახმარებით ძალაუფლება ჩაიგდო ხელში 104 წლის წინ, 1922 წლის ოქტომბერში, ხავერდოვანი გადატრიალებით, როდესაც უსუსურმა პარტიებმა ვერ მონახეს საერთო ენა და ამიტომ ფაშისტური პარტია მოაჯდა ქვეყანას თავზე. ბოლოს ისე გადიდგაცდა, აღარც კი ერიდებოდა იმაზე ემსჯელა, რომ რომის პაპის კანდიდატურა მასთან უნდა შეეთანხმებინათ. არაფერი გეცნობათ? და ისიც, რომ იტალიის მონარქი მას უნდა ჩაენაცვლებინა და მემკვიდრედ თავისი შვილი დაესვა. თუმცა როგორ დაასრულა მან სიცოცხლე, ყველამ კარგად იცით. რაც ახლა ხდება საქართველოში, ბევრი მსგავსებაა იმასთან, რაც გითხარით. ჩვენთანაც 7 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა 11 წლის მანძილზე, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნება მიუშვა ხელისუფლებასთან, ანუ სალაფავთან. სხვა ასოციაცია უბრალოდ არ ჩნდება, იმის გარდა, რაც ჩვენ ვნახეთ, თურმე რა თანხებს იპარავენ და რა დონის კორუფცია მძვინორებს ქვეყანაში. ახლა ამ პრემიერებიდან ზოგი ზის, ზოგი ძებნაშია, ზოგსაც საბრალდებო სკამი ემუქრება, მაგრამ ეჭი ხომ არავის ეპარება, რომ ეს კორუფციული შოუ, რომელიც შემოგთავაზეს, ქვეყნის ძარცვის გარდა რაღაცა სხვა უბედურებისა და ღალატის გადაფარვას ემსახურებოდა. დიახ, აქ უნდა ძალიან ღრმად ჩავფიქრდეთ. რას ემსახურებოდა ეს შოუ, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეთ და დღესაც ფასების ზრდასთან ერთად ყველაზე აქტუალური თემაა. ანუ რაღაცის გადაფარვა მიდის და რისა? ალბათ თქვენ თავსაც ეკითხებით, რატომ ხდება ეს? გპასუხობთ. იმიტომ რომ მან, როგორც არაფორმალურმა მონარქმა, ისეთივე პრინციპი შემოიღო მოსახლეობასთან ურთიერთობისა, როგორც მუსოლინიმ იტალიაში. სანამ მას მოკლავდნენ და ფეხები დაკიდებდნენ, ის მოქმედებდა პრინციპით: ჩვენიანებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი. ხშირ შემთხვევაში კი ჩვენთან არათუ კანონი და სამართალი, არამედ პირდაპირ უკანონობა და უსამართლობა სუფევს ყველა საფეხურს. მისიანებს სხვა ფასები და ტარიფი აქვთ ელექტროენერგიაზე და დანარჩენებს ყველაფერი სისხლის ფასით. თვითონ 1 მილიარდ კილოვატ-საათს იპარავს წელიწადში ქვეყანაში არარსებული ფასით და განსხვავებას მოხუცების, პენსიონერებისა და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების ჯიბიდან ახდენს. უკვე ყველაფერს გატყობებს და აღარაფერი გაგიკვირდეთ. ამას ზნედაცემულობას ეძახიან პატიოსანი ადამიანები. თქვენ უკვე დიდი ხანია ქართული ოცნება აღარ ხართ. ზნედაცემულობა არ შეიძლება ოცნებად იწოდებოდეს. აჯობებს დღეიდან ქართული სირცხვილი ან ქართული კრახი დაერქვათ. ეს უფრო რელევანტურია თქვენთვის. რამდენიმე წლის წინ, როცა გავაკრიტიკე, მომვარდნენ მისი ბოტები და გამლანწეს. მაგრამ ახლა უკვე დასახვრეტი ყოფილა, რადგან ორჯერ გადავჭი ღმერთის შეწამით. აი ნახეთ და დათქვით. იქნებ თქვენ ამოიცნოთ ეს ბოტი ვინ არის. ზნედაცემული პარტიის შნირი.
ხო და იმას ვამბობდი, რომ ივანიშვილის მუსოლინისთან მსგავსებაც შემთხვევითი არ არის. თუმცა მას ის უკადრებელი არ უკადრებია ხალხისთვის, რასაც ეს თქვენი არაფორმალური პროტომონარქი კატოკლებს. მან 2000 კვადრატული კილომეტრის საჰაერო სივრცე გადაკეტა აბასთუმანის თავზე, სადაც თავისი რეზიდენცია და დასასვენებელი სახლი აქვს. მეტად თუ უფიქრია მას, თავისი შვილების თავზე როგორი დამოკლეს მახვილი დახტიდა. ხომ შესაძლებელია, რომ მათ არ ჰქონდეთ ეს სიხარბე და გველაძუობა, რაც მათ მშობელს, მაგრამ ისინიც მისი სიხარბისა და მისი წარმოებული პოლიტიკის მძევლები არიან, ისევე როგორც მთელი ქვეყანა. მუსოლინის ცხოვრებისა და მისი ფინალის გამოცდილება კარნახობს და ნათლადად ჩანს, თუ როგორ დაასრულებს ეს მმართველი თავის საქმიანობას მითვისებულ ტახტს. დიახ, მითვისებულ ტახტს. არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ახლო გარემოცვაც შეეწირება მას. უნდათ მათ ეს თუ არა. ასევე მისი კვაკერ პროპაგანდისტებიც, მისი ხელის ბიჭებიც მიყვებიან მას და ეგრეთ წოდებული მისი გუნდის გამორჩეული პერსონაჟებიც. სამწუხაროა, მაგრამ წინ ბევრი მძიმე მოსასმენი და საყურებელი გელოდებათ. რა ვქნა მეგობრებო, რითი გაგახაროთ? როდესაც ამდენი ხმაური და ჟრიამულია გარშემო, ხალხი კი ამ დროს მხოლოდ ვიშვიშებს, წუწუნებს, ილანძღება, იგინება, მაგრამ პასიურ მდგომარეობაში რჩება, რადგან ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალა შეიძლება ეწოდოს, თავისი დღის წესრიგით ცხოვრობს და ოცნებასთან ერთად ოცნებობს, რომ ის მშვიდობიანად თავისი წესით წავა და ეს ყველაფერი გამოსწორდება. მეტ არ არიან მორწმუნენი. კარგად მენახეთ.